თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში გზა და ხევი ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს. უბანში მოსახლეობა მთავარ პრობლემად სოფლის ერთ-ერთ უბანში არსებულ ხევს ასახელებს, რომელიც ყოველ წელს დიდდება და საშიშროებას 10-მდე ოჯახს უქმნის. მათი განმარტებით, ხევი სახლებს შორის მდებარეობს და ძლიერი წვიმების დროს მოვარდნილი ღვარცოფი იქვე მდებარე ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს. კიდევ რა პრობლემები აწუხებს ადგილობრივებს და რას პასუხობს მათ პრეტენზიებს სოფლის რწმუნებული? კითხვები და პასუხები ნახეთ კახა კუპატაძის რეპორტაჟში. სოფელ კურდღელაურში ხევის უბნის მოსახლეობა ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ქუჩაზე, სადაც 10-მდე ოჯახი ცხოვრობს, დანგრეულია. წვიმების დროს ტერიტორია ქვაღორხთან ერთად ნაგვით ივსება. შედეგად კი აღნიშნულ მონაკვეთზე ანტისანიტარიის კერები ჩნდება. გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, უხვინალექის დროს ხევი წყლით ივსება. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს ტბორავს და მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო ნათესებს მთლიანად უნადგურებს. კურდღელაურელები 40 წლიანი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და პრობლემით დაინტერესებას თხოვენ. რამის არის ხევმა წაგვიღოს. ანტისანიტარია სიბინძურე მოდის. ისეთი სიბინძურე მოდის, აი შვილო რომ რა ვიცი. მთელი კუდარი ბოჩოლებიც კი მოყავ, ძაღლები მოყავ. სახლებში გვივარდება, აღარ შეგვიძლია წყილმა რამის არის შეგვჭამოს. ისეთ დღეში ვართ. 40 წელია აქ ვცხოვრობ შვილო. მე გზა თვალით არ მინახია. აი ამ ხევში დავბერდი და ჩვენმა შვილებმა მაინც გაიხარούν. გვივარდება წყალი. იმისთან ამბები ტრიალდება, მოკლედ რომ რა ვიცი. არც ანაზღაურება არაფერი. არავინ არ მოსულა და არავის არ უთქვია რომ აბა რა და როგორ. მოგხედონ კაცო. ხევის უბნის მოსახლეობა მათ ქუჩაზე სანიაღვრე არხების არარსებობაზე ჩივის. ისინი გარეგანათებების დაყენებას და ამასთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას 10 წელზე მეტია ითხოვენ. კურდღელაურში ამ უბნის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ოჯახები წყლის ასაღებად 1 კილომეტრს ფეხით გადიან. ეს ისინი რომ ჩაყარეს, ეს რაღაც მილები რომ ჩაგვიყარეს, წყალი გვინდა. წყალი არა გვაქვს. ცარელა მილიღაც ღამე ციცი რო ატაკო თვალებს ადამიანს, ვინ მიდის, ვინ მოდის, ვერ გაიგებ. ერთი წელი წეტილი დაყნო რა შეიძლება. წყალი ჩვენ არა გვაქვს. სამუშაოდან მოველი ეხლა. წყალი ხო გვინდა რომ გადავივლოთ ან უნდა დავდგეთ ეხლა დაღლილებმა უნდა წავიდეთ და უნდა მოვზიდოთ საი რაღაც კილომეტრზე უნდა გავიდეთ. მოსახლეობის ბრალდებებს გამოეხმაურა სოფელ კურდღელაურის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებული. გურამ ბახურაული ზემოთ აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმაციას ფლობს. მისი თქმით, გზა უახლოეს პერიოდში მოიხრეშება. სასმელწყალთან დაკავშირებული პრობლემა კი წელსვე მოგვარდება. გავაკეთებ იმერჯერად გაწმენდის სამუშაოებს, რასაც ვახერხებთ ხოლმე ჩვენ თორემად. იმ თავიდანვე ჩემი წინადადება იყო აქ მუშაობის დაწყების პერიოდიდანვე, რომ იქნებ რაღაცა მოფიქრდეს ისეთი, ეს მუნიციპალიტეტის წინაშე დავაყენეს საკითხი, რომ სადღაც გარკვეული მონაკვეთში, ზედა მონაკვეთში მაინც მოვაწყოთ წყალშემკრები, სადაც შეიძლებოდა რომ დაილექოს ამ ნაგავმა და ჭუჭმა და ის რაც არის ქვაღორღმა რა და იქიდან ერთჯერადად გავწმინდო ხოლმე და მოსახლეობაზე აღარ ისიქნეს, ჩამოვიდეს. ამას უნდა ალბათ სერიოზული მიხედვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეგვეთა მისცა თბილის სრულად იქნეს წყალმომარაგების საკითხი გადაწყვეტილი კურდღელაურში. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება და ინტენსიური წვიმები დაიწყება, შესაძლოა 10-მდე ოჯახი ზამთრის მარაგის გარეშე დარჩეს.